გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელს პერიმეტრზე ნორმის პარკლებშია, მაგრამ დეტალები საინტერესოა. მეც ამ თემის შესახებ ჩვენს სტუმართან გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროს მარინე არაბიძესთან ერთად ვისაუბრებ. დილა მშვიდობისა. პირველ რიგში გითხარით წყალში, ზღვაზე წავიდეთ და ჩვეულებრივად ხარისხი ნორმალურია თუ არა? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის, მართლაც მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ. თუ შეიძლება ცოტა მეც ვისაუბრებ, ვიდრე მხოლოდ შავი ზღვა, იმიტომ რომ საქართველოს მოგეხსენება ძალიან მდიდარია ზოგადად წყლის რესურსები და შავი ზღვა მათ შორის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი რესურსია. შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის აი წყლის რესურსების ხარისხის კვლევა ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენ ყოველწლიურად ვზდით მონიტორინგ წერტილების რაოდენობას. მაგალითად, მიმდინარე წელს საქართველოს მდინარეების, ტბების, წყალსაცავების 238 წერტილში მოხდება წყლის ხარისხის მონიტორინგი. რაც შეეხება უშუალოდ შავ ზღვას, რა თქმა უნდა, ეს თემა აქტუალური და საინტერესო საზოგადოებისთვის ხდება როგორც ძანეთ ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, მაგრამ ჩვენთვის ის ასე ვთქვათ, ყოველთვიური ყურადღების ცენტრისშია და ჩვენ ყოველთვე უწყვეტად მთელი წლის მანძილზე ვიღებთ სინჯებს 12 ლოკაციაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი საქართველოს სანაპირო ზოლის გასწვრივ იწყება სარფიდან, მოუყვებით და ჩავდივართ ანაკლიამდე 12 ლოკაციაზე. რას ნიშნავს ეს მონიტორინგი? ხდება წყლის სინჯების აღება, მათი ტრანსპორტირება სათანადო წესების დაცვით ცხადია ჩვენს ლაბორატორიაში. ეს არის ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია. აუცილებლად უნდა ვთქვათ ლაბორატორიაზეც, იმიტომ რომ ეს არის აკრედიტებული ISO 17025, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. ეს სად მდებარეობს? არა, სერტიფიკატია ეს. არა, ძალიან კარგი კითხვა არის, სხვათა შორის, რაც ახლა შემეკითხეთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ლაბორატორიები რეგიონებშიც და ძალიან თანამედროვე ხელსაწყოებით აღჭურვილი გქონდა თბილისის ლაბორატორია, ნუ როგორც ერთ-ერთი ცენტრალური თანამედროვე გამზომ-ანალიტიკური ხელსაწყოებით, მაგრამ ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასე აღინიშნოს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფისში ბათუმში გადავიდა ახალ შენობაში, ახალი ინფრასტრუქტურა გვაქვს, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და ეხლა მიმდინარეობს უკვე არის იქ ბათუმშიც ადგილზე ახალი ხელსაწყოები, რაც ძალიან ხელს შეუწყობს უკვე მონიტორინგის ასე ვთქვათ გაფართოებას. ბოლო სინჯები როდის აიღეთ? მოგახსენებთ ეხლა ბოლო სინჯები ავიღეთ ჩვენ ეხლა უკვე ივნისის დასაწყისში მოხდა სინჯების აღება და როგორც გითხარით 12 ლოკაციაზე და ხელსაწყოები არის ესეც უნდა ვთქვათ ძალიან თანამედროვე ზუსტი გამზომ-ანალიტიკური ხელსაწყოები და სინჯებში რას ვსაზღვრავთ, ესეც ვაცნობოთ ჩვენს მაყურებელს, ეს არის მძიმე მეტალების, მძიმე ლითონების შემცველობა, ეს არის ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, ეს არის პოლიარომატული ნახშირწყალბადები და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები. 50-ზე მეტი პარამეტრი ისაზღვრება, ჩვენთან ძირითადად ფიზიკურ-ქიმიურ პარამეტრებს საზღვრავს ჩვენი დეპარტამენტი და დღეს მდგომარეობით ყველა პარამეტრი მთელ ამ ჩვენს პერიმეტრზე არის ნორმის ფარგლებში და ცხადია ეს მონიტორინგი როგორც გითხარით ასე მუდმივად და რუტინულად გაგრძელდება და პერიოდულად ჩვენ ამ ინფორმაციას რა თქმა უნდა მივაწვდით მოსახლეობას. გარდა ამისა მინდა გითხრათ რომ ჩვენ გვაქვს კიდევ სიახლეები ამჟამად ჩვენ ვახორციელებთ ძალიან ინოვაციურ პროექტს შეიძლება ითქვას მოგეხსენებათ 21 საუკუნეა მას ინოვაციების შემოჭრის ეპოქაც კი შეიძლება უწოდოთ იმიტომ რომ ყველა სფეროში შემოდის გასაოცარი სიახლეები ცხადია ჩვენთანაც ასე ვერ იქნებოდა რომ ეს ახალი ტექნოლოგიები არ შემოსულიყო მინდა ორივე სიტყვით გაგაცნოთ ამჟამად მიმდინარე ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეა ეს პროექტი და ზუსტად ასე ეწოდება ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში ცხოვრები თემებისთვის გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოყალიბებაში. აი ესეთი ძალიან ესეთი სახელი აქვს, მაგრამ ნახეთ ძალიან მადლობა რამხელა სასწავლებლის დამახსოვრებისთვის. კი, რუმინეთში არა, ძალიან არაფერი ახალი არ არის ინოვაციური სწავლების მეთოდებია უბრალოდ მარტივად რო ვთქვათ და ძალიან
ძალიან მნიშვნელოვანია გეტყვით, რომ ეს მონიტორინგი, პოლიტიკის გატარება ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე თითოეული ჩვენთანგანის წვლილიც და ცნობიერების ამაღლება. აი, მან უნდა ჩაგეჭრათ. აი, ამ გრძელ სათავეში ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვით, რომ მეგობრული დამოკიდებულება. თქვენ კი ლაპარაკობთ და დარწმუნებული ვარ ამაში გეთანხმებით, რომ ალბათ იქ ფიზიკურ, ქიმიური შემადგენლობა ნორმალურია, მაგრამ როდესაც გადიხარ განსაკუთრებით დილას სანაპიროზე, ხშირად საკუთარი თვალით ხედავ ფიზიკურ ნაგავს, რომელიც ან ნაპირზეა გამორიყული, ან წყალში ტივტივებს ცელოფნების, პარკების თუ ასე შემდეგ. ეს თუ მოქმედებს წყლის ხარისხზე, იმიტომ რომ რამგონი იცით დაბინძურებაზე, ხო, მუდმივად თუ ჩვენ მას დავაბინძურებთ, ყოველთვის ასეთი სუფთა იქნება ეს, ჩვენ თვითონ არ შეგვიქმნის პრობლემას. ძალიან სწორი კითხვა ბძანეთ და თქვენ პრაქტიკულად შეეხეთ ერთ-ერთ პრიორიტეტულ გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემას, იმიტომ რომ ზუსტად ახლა ეს მოტივტივე, რასაც ბძანებთ, ნარჩენები, განსაკუთრებით პლასტიკი, ახლა ყველა ვიცით, ეს გახდა პრიორიტეტული გარემოსდაცვითი პრობლემა გლობალურ დონეზე, რა თქმა უნდა, და განსაკუთრებით ეს სწორედ მცურავი ნარჩენები, რასაც ქვია, და შესაბამისად ზუსტად ეს პროექტი, რაც მე ხა მოგახსენეთ, მიმართულია აი ამ მცურავი ნარჩენების შემგროვებელი ინოვაციური დრონის დემონსტრირება მოვახდინეთ. ამჟამად მოგახსენებათ, ახლა ივნისში იყო მსოფლიო გარემოსდაცვის დღე, აღინიშნა მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს მიერ, ასე ვთქვათ, ეს აქცია მიეძღვნა ამ დღეს. შერჩეული იყო ადგილობრივი სკოლები, აი ზუსტად ეს არის ცნობიერების ამაღლება და აქტიურად ჩაერთვენ. ძალიან მომეწონა, რომ ახალგაზრდები ასე მოტივირებულები იყვნენ, აი ძალიან რო იტყვენ ენთუზიაზმით მოვახდინეთ გარკვეულად აი ამ ნარჩენების შეგროვების აქცია იყო და ასევე დრონის დემონსტრირება, რომელსაც ჩვეულებრივი დრონია, რომელსაც უშვებთ წყალზე და თქვენ ან ნაპირიდან, ან გემიდან მართავთ მას და როგორც კი ვხედავთ მცურავ ნარჩენებს, ბოთლია თუ რეზინის ნარჩენი, ეს დრონი მიდის და აგროვებს ამას, დიახ, აგროვებს. მას waste shark ქვია, ასე ვთქვათ, ეს როგორც ზვიგენივით აი ასე ყლაპავს ამ ნარჩენებს, ესე რომ ვთქვათ მარტივად და შემდეგ რა თქმა უნდა მოგაქვთ ეს ნაპირზე და ახდენთ უტილიზებას. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? თქვენ ძალიან სწორად ჩამოაყალიბეთ, დიახ, სწორედ იმიტომ რომ წყალში არ უნდა მოხვდეს ეს უცხო ნივთიერებები და რა თქმა უნდა მაქსიმალურად უნდა იქნეს აცილებული. თითქოს ზეპირსიტყვიერად ყველამ ვიცით რომ ნაგავი არ უნდა დავტოვოთ ზღვის სანაპიროზე. ან არ უნდა ჩავაგდოთ. ხო, უწყებების ინფორმირებასაც ახდენენ, აგერ ბავშვების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა, მაგრამ რასაც ჩვენებს დაკვირვება, მიუხედავად თითქოს ცნობიერების გაზრდისა, ტელევიზორით მოწოდებებისა, მცირდება თუ არა აი ესეთი დამოკიდებულება ზღვის მიმართ, როდესაც ჩავედით, ვისიამოვნებთ, ნაგავი დავტოვეთ და წავედით სახში. აი ამ ნაგავის დატოვების პრობლემა მცირდება თუ არა, რასაც ჩვენებს წლების განმავლობაში დაკვირვება, ცნობიერება მაღლდება თუ არა, ამას ვკითხულობ. კი ბატონო, ანუ ახლა ამაზე ასე თქმა გაგვიჭირდება, რა თქმა უნდა, ხა კონკრეტულად ჩვენ ქვეყანაში როგორ არის, ამას ალბათ შესწავლა დაჭირდება. ზოგადად მე მინდა გითხრათ ახლა, რომ რა თქმა უნდა, მე პირადად ბევრჯერ ვარ ხომერებ, რა თქმა უნდა, ჩავდივართ ადგილზე და რასაც ვხედავ, მე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ადგილობრივი სამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ დასუფთავებაზე, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს, რა ვიცი, მე მგონი ყველა შევამჩნევდით, რომ რა ვიცი, უმეტესად დასუფთავებული ხდება ხომ, ეხლაც რო გქონდა აქცია თუნდაც და ვფიქრობ, რომ ყველა ეს ღონისძიება, რა თქმა უნდა, მიმართულია, შეუძლებელია უბრალოდ, რომ არ მოხდეს, ასე ვთქვათ, ამ ცნობიერების ამაღლება. ისიც ახსნათ რა. აი როგორც ჩემი უკაცრავად, როგორც უბრალოდ აი რომელიც ადამიანი, რომელიც ხშირად მართლაც ყოველ წელს დავდივართ და ჩვენ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვისვენებთ. ნამდვილად შედარება არ არის, რაც ხდებოდა თუნდაც 10 წლის წინ პირადი გამოცდილებით, რომ ვთქვათ, პროფესიულ გვერდზე რომ გადავნოთ, ვიდრე რაც დღეს ხდება ახლა ადგილზე, ეს ხო ფაქტია. ამას ვხედავთ ყოველთვის ადამიანების რაღაც კითხვა, უბრალოდ ერთ რამეს გავუსვამ ხას, რომ ისიც აღნიშნოთ, რომ შეიძლება ზღვის სანაპიროზე ან უშუალოდ ზღვაში არ ჩაგდო, მაგრამ ის მდინარეები, რომლებიც ზღვაში ჩაედინება, ჩვენს მიერ ჩაგდებულ მდინარეში ნაგავს ჩააგს. ხო, მაგრამ მანდ ერთი რამეც არის, სამსახურები რომ მუშაობენ და ნაგავი გააქვთ, ეგ ერთი მხარეა, მაგრამ ინფრასტრუქტურის მოწყობა მეორე, რომ ძალიან ახლოს უნდა იყოს სანაგვეყუთები და ასე შემდეგ და მინახავს მაგალითად შარშან ადგილები, სადაც საერთოდ არ იყო სანაგვეყუთი, ან იყო და გადამწვარი იყო, ანუ
ისევ დამსვენებლებმა სამწუხაროდ ისევ რა თქმა უნდა სამწუხაროდ ისევ ასეა. ამიტომ თქვენ რასაც ბრძანებთ, აი ძალიან სწორად ხედავთ ამ თემას. ანუ ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების და ერთი სამსახურის თემა, დაწყებული მდინარეებიდან ნარჩენების მართვა და ყველა ასე ვთქვათ ჩამდინარე წყლების მართვა, ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა იყოს მოწესრიგებული იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს ჩვენი რესურსი. აი ზაფხული მოვიდა თქვენს ესე აღნიშნეთ და მე მაგალითად სულ ყოველ წელს ვფიქრობ, წავიდე არ წავიდე, რა მდგომარეობა, როგორი დაბინძურება და აი იცი რა მაინტერესებს, ჩვეულებრივმა ადამიანმა როგორ უნდა გაიგოს, თქვათ აი ზღვის წყლის ხარისხი, რომ თამამად ბავშვი წაიყვანოს, ხო, თამამად და ასე გაშალოს ხელი და ისე გაწევს. თუ ზოგჯერ მღვრია, გონია რომ აი ხო მედუზები თუა აი რაღაც ხო ეხლა ამას ცხადია ვიზუალური ასე ვთქვათ ხედვით გავიმეორებ რომ ჩვენ ვართ ჩართული ამ ქიმიური პარამეტრის კვლევაში ასევე აჭარაში შესაბამისი სამსახურების სხვა პარამეტრების კუთხითაც უფრო საბანაო კუთხით იკვლევენ და უბრალოდ თვალი უნდა მივადევნოთ რომ საკმაოდ ფართოდ და ხშირად შევხვდება როგორ უნდა გავიგოთ ეს აი სადა წერია ეს თუ დამოგუსტიოთ ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე რა თქმა უნდა საჯაროდ ხელმისაწვდომია აკატარებთ აი ამ კვლევას თვეში წლის მანძილზე უწყვეტად უძახით რადგანაც წყვეტა არა გვაქვს საინტერესო აი სეზონის დასაწყისია ახლა და რამდენად არის ხოლმე ცვლილება სეზონის ბოლოს როდესაც კეთდება ხოლმე სიმჭი ხო იცით როგორ არის ეს კიდევ ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული იმიტომ რომ ზღვაში ხა ნაპირთან მოგეხსენებათ ეს არის მდინარეებიდანაც შედინება ხდება ანუ გააჩნია როგორი სეზონი თუ წვიმა ამეტი სიტყვაზე მეტად გძავდება რაღაცები თუ უფრო ნაკლებ წვიმიანია შეიძლება უფრო კონცენტრირდეს თუ არის რამე დაბინძურება ამიტომ ყოველ სეზონზე შეიძლება ითქვას რომ სხვადასხვა ზუსტად ამიტომ არის ეს მონიტორინგი რომ აი ეს ტრენდები ავსახოთ ოღონდ კიდევ ერთხელ მაგ ძალიან ბევრი ფაქტორია ერთმანეთთან დაკავშირებული ასე მარტივად არ არის რომ გაეცეს წლების წინ ჩვენ გვახსოვს დაბინძურების ფაქტი კერები საიდანაც წლების წინ ბინძურდებოდა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ანუ ამ კერები დღესაც არსებობს ეს კერები თუ არა და როგორ კონტროლდება რომ არ განმეორდეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა დიახ ზუსტადაც ეს თემა ზოგადად შავი ზღვა არის უნიკალური ზღვა მოიხსენებათ ნახევრად დახურული რომელსაც ნაკლებად აქვს ცირკულაცია დიდ ოკეანეებთან და შესაბამისად უფრო მოწყვლადი არის და ეს პრობლემა მე ვამბობ 90-იან წლებისკენ დადგა მთლიანად აუზის ქვეყნებისთვის ანუ ყველა ქვეყანა ვინც ვიზიარებთ ამ ზღვას გარკვეულად ყველამ დააფიქსირა რომ რაღაცა კარგი არ ხდება ამ ჩვენ ზღვაში შესაბამისად შემდეგ უკვე შეიქმნა კონვენცია შედგა აი ამ შავი ზღვის ქვეყნების ბუქარესტის კონვენცია ქვია რომელსაც საქართველოც მიუერთა და ზუსტად ასე ქვია შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენცია აი ზუსტად რა თქვენ ბრძანეთ მაშინ მოხდა აღწერა ცხელი წერტილები რასაც ქვია ოღონდ მთლიანად ანუ აუზის დონეზე იმიტომ რომ ბულგარეთში რუმინეთში ასევე სადაც ძალიან ისეთ განვითარებული ეკონომიკაა თურქეთში მთელი ეს ასე ვთქვათ ჩამდინარე წყლები ყველაფერი შავი ზღვისკენ მოემართებოდა ხო გარკვეული და რა თქმა უნდა ზუსტად აი თუნდაც აი ამ რეგიონულ დონეზეც დაისახა გამოსწორების გზები გეგმა შედგა შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმა და თვითონ ქვეყანაში დღეს მოგეხსენებათ უკვე ძალიან ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება თვითონ წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესების მიზნით რომ არ მოხდეს გაუწმენდავი ჯამდინარე მუნიციპალური თუ ინდუსტრიული წყლების ჩადინება სოფლის მეურნეობიდან რომ სწორად იმართებოდეს ყველაფერი რომ არ მოხდეს დაბინძურება ასე რომ ეს სახელმწიფოს დონეზე რა თქმა უნდა ყველაფერი კონტროლდება და რა თქმა უნდა ჩვენ პროგრესი გვაქვს მთლიანად რეგიონულ დონეზეც იმ წლებთან შედარებით რაც თქვათ მაშინ ძალიან მოკლედ სუბო რამდენიმე წამში ეს ზღვა მარტო ჩვენი არ არის იქ არიან ცხოველებიც და არიან მცენარეებიც აი ეკოსისტემა როგორია მეტნაკლებად უკეთესობა გვაქვს თუ უარესობა კი ბატონო ესეც ძალიან საინტერესო კითხვაა რომელიც ცალკე გადაცემას მოითხოვს და ეს სხვა დეპარტამენტი მუშაობს ჩვენთან არის ზუსტად წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი რომელიც სწორედ იქ
იკვლევს სხვადასხვა ასე ვთქვათ არსებობს და ზოოპლანქტონია თუ ფიტოპლანქტონი და თევზი მათ შორის და ნუ ეს უკვე მათი კვლევის საგანია მე როგორც ვიცი ზოგადად არ არის რა თქმა უნდა ცუდი მდგომარეობა რადგანაც საარსებო გარემო თუ კარგი მდგომარეობაშია ცხადია ბიომრავალფეროვნებაც კარგი მდგომარეობაშია კი ბატონო მოკლედ მაყურებელს შევახსენოთ რომ შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია და ეს ბოლო კვლევა წყლის ხარისხის ბოლო კვლევამ რომელიც ივნისის დასაწყისში ჩატარდა დაადასტურა ამ თემაზე კი გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე იყო ძალიან დიდი მადლობა ასე რომ რეკომენდაცია არის წავიდეთ აჭარის ზღვაზე წავედით 7 წნარად გავიდა მარტო აჭარის არა სამეგრელოს სანაპიროზე შეიძლება სამეგრელოშიც შავი ზღვა კი ბატონო გურიაშიც და სამეგრელოშიც აფხაზეთშიც მალე ჩავალთ დარწმუნებული ვარ